წარმოიდგინე მე-18 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ინგლისი და ესეთი დიდგვაროვანი ოჯახი, უმციკლო რეპუტაციით და რაღაცა ყველაფერი რო კარგად არის და კარადაში კიდე ჩონჩხები აქვთ. რა უნდა კარადაში ჩონჩხებს? რას მალავე? ინგლისურში არის მოკლედ ესეთი გამოთქმა. კარადაში ჩონჩხს მალავსო, skeleton in the closet. Found the skeleton in her closet. რომელიც ნიშნავს, რომ რაღაცა დამალული რო აქვს, აი ძირითადად რეპუტაციისთვის დამაზიანებელი სამარცხვინო რაღაცა რო აქვს ადამიანს დამალული. პოლიტიკოსებზე ამბობენ ხშირად და რა ვიცი, აი ცნობილ ადამიანებზე, რომ სინამდვილეში ჩონჩხებს მალავენ კარადაშიო. I'm saying you hire a private investigator to find every skeleton in his closet. ძირითადად იმიდან მოდის რა, როგორც თქვი ვიქტორიანული ეპოქის ინგლისიდან, როცა გარეგნულად ძალიან უმციკლო რეპუტაცია ჰქონდათ ადამიანს და იქ შიგნით რა ხდებოდა კაცმა არიცა. ერთი ვერსიით ამ იდიომის წარმომავლობა უკავშირდება ექიმებს ან ანატომებს, რომლებსაც ეს ჩონჩხები ჭირდებოდათ დასაკვირვებლად რა, ადამიანის ანატომიაზე დასაკვირვებლად და არ იყო მაინც და მაინც ლეგალური ეხა საფლავებიდან ჩონჩხების ამოთხრა და მე სახში რომ ეს ჩონჩხი ჰქონოდა და ამიტომ მალავდნენ რა კარადაში და აქედან წამოვიდა ფრაზა კარადაში დამალული ჩონჩხების შესახებ skeleton in the closet. Even when we think we know everything about the ones we love, there's always a skeleton in their walk-in closet.